თუ დღევანდელი სიახლეები გაგაკვირვებთ, არ დაივიწყოთ, რომ წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველოდება, ასე რომ არ გამოტოვოთ ციფრული დაიჯესტის ეპიზოდები. გამარჯობა. კომპანია Apple-მა AirPod-ების ოფიციალურად გაყიდვა დაიწყო. სინამდვილეში ოქტომბერში აპირებდნენ ყურსასმენების ჩაშვებას, მაგრამ როგორც ჩანს, დაკარგეს და გადაიდო. კომპანია Apple-მა მოწინავე უმავთულო გარნიტურის AirPod-ის გაყიდვების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სიახლეებზე შეკვეთები ვაშლის იმპერიის საიტის მეშვეობით მიიღება. AirPod-ის ყურსასმენების დებიუტი ჯერ კიდევ სექტემბერში შედგა. მათ გაყიდვას კი Apple თავდაპირველად ოქტომბრის ბოლოს აპირებდა. თუმცა გარკვეული პრობლემების გამო შემდგომში რელიზის ვადებმა გადაიწია. მოცემული ცნობების მიხედვით სირთულეები გაჩნდა სიგნალის სინქრონიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც AirPods Bluetooth-ის კავშირისას ყოველ ყურსასმენზე ცალ-ცალკე მოსდის. ასეა თუ ისე, ახლა პრობლემა გადაწყვეტილია. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარნიტურა $159-დაა შემოთავაზებული. დამუხტვის გარეშე AirPod-ის ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა 5 საათამდე შეიძლება. უფრო მეტიც, უმავთულო დასამუხტი ჩასადები დამუხტვის დამატებით ციკლს უზრუნველყოფს, რაც გარნიტურის 24 საათიან რეჟიმში გამოყენების საშუალებას იძლევა. AirPod-ში პროცესორი W1, ოპტიკური სენსორები და აქსელომეტრებია ჩამონტაჟებული. იმის მიხედვით ერთი ყურსასმენია გამოყენებული თუ ორი პროცესორი W1 ავტომატურად ანაწილებს ნაკადს და მიკროფონს რთავს. ტელეფონით საუბრისას ან Siri-სთან ურთიერთქმედებისას აქსელომეტრი და მიმართულების ცვალებად დიაგრამიანი მიკროფონები გარეხმაურს იცილებენ და ხმის ბგერებზე ფოკუსირების საშუალებას იძლევიან. და კიდევ ერთხელ Nokia ბრუნდება. ოღონდ ფანრიანი. როგორც ჩანს, ფინური ბრენდი ხმაურიან დაბრუნებას ბაზარზე არ აპირებს და მათი ახალი ტელეფონი უფრო წარსულის გახსენების მცდელობაა, ვიდრე რაღაც ინოვაციის შემოთავაზება. პრინციპში, ღილაკებიანი ტელეფონის დაბრუნება ბაზარზე თავის მხრივ ინოვაციაცაა. Nokia-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს თავი შეახსენოს და შესთავაზონ ისეთი ტელეფონები, როგორებიც ყველას ახსოვს ფინური ბრენდისგან. Nokia-ს დაბრუნების ოფიციალური გამოცხადებიდან 2 კვირის შემდეგ კომპანია HMD Global-მა წარსულში ლეგენდარული ბრენდის სახელის გამოყენებით ტელეფონების ბაზარზე თავისი პირველი სიახლეები დაანონსა. რასაკვირველია, ეს არ გახლავთ დიდი ხნის ნანატრი Android smartphone-ები, რომელთა გამოშვება 2017 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ესენი ჩვეულებრივი ღილაკებიანი აპარატებია. Nokia 150 და Nokia 150 Dual SIM, რომლებიც ქსელში GSM 900 1800 MHz-ით მუშაობენ და ბანალური 3G მოდემიც კი არ აქვთ. Nokia 150 და Nokia 150 Dual SIM ერთსა და იმავე მოდელს წარმოადგენენ სიმბარათებისთვის სლოტების სხვადასხვა რაოდენობით. Nokia 150 ნაკაწრებისადმი მდგრადი პოლიკარბონატიანი კორპუსისგანაა დამზადებული. აღჭურვილია 320/240 გადაწყვეტის 2.4 დუიმიანი დისპლეით და მასში ჩატვირთული ორი უბრალო თამაშით, Snake-ით და რბოლის მსგავსი თამაშით. მის დანარჩენ დამახასიათებლებში შედის 0.3 მეგაპიქსელიანი შუქდიოდური სანათით აღჭურვილი უკანა კამერა, უმავთულო ადაპტერი Bluetooth 3.0. microSD სლოტი მხარდაჭერილი 32 გიგაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების ბარათით და ცვლადი აკუმულატორით 1020 mAh-ის მოცულობით. გარდა ამისა, ტელეფონს FM მიმღებისა და MP3 პლეიერის ფუნქციაც აქვს. წარმოებლის მიერ გაცხადებული Nokia 150-ის ავტონომიური მუშაობა ერთ სიმბარათიანი ვერსიისთვის ლაპარაკის რეჟიმში 22 საათს, ხოლო ლოდინის რეჟიმში 31 დღეს შეადგენს. ორ სიმბარათიან ვერსიაში ბოლო მაჩვენებელი 25 დღეს უდრის. დამუხტვა პორტ micro USB-ის მეშვეობით ხდება. Nokia 150 გაყიდვაში $26 მომდევნო კვარტალში ჩაეშვება. მისი რეალიზაციის ძირითადი კონტინენტები ევროპა, აზია და აფრიკა იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიდროსკუტერების ნახვა უკვე პრაქტიკულად ყველგან შეიძლება. მას იყენებენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე მაგალითად ფოსტის მუშაკები, გოლფის მოთამაშეები, კინოოპერატორები და პოლიციელებიც კი. კომპანია Segway ამ ბაზრის ერთ-ერთი პირველი ამთვისებელია. 2000 წელს მან გაყიდვაში იმავე სახელწოდების სკუტერი ჩაუშვა, რომელიც რაღაცით Apple-ს გავს. მაგრამ მაღალი პოპულარობის გამო მოწყობილობის ფასმა ნელ-ნელა აიწია. ამიტომ ინჟინრებმა აბსოლუტურად ახალი კომპაქტური ჰიროსკუტერი Segway One S1 წარმოადგინეს, რომელიც წინამორბედზე უფრო იაფია. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჰიროსკუტერი მოტოციკლის ფორმის მსგავსია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მხოლოდ ერთი ბორბლითაა აღჭურვილი. თვითონ წარმოებელი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მოწყობილობა ყველასთვის არაა განკუთვნილი.
მართლაც ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა რომ ისწავლოთ, გარკვეული დრო და უნარები დაგჭირდებათ. Segway One S1-ის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 20 კმ/სთ-ია. ჰიროსკუტერის წონა 11 კგ-ს შეადგენს, რაც მისი ხელით ტარების საშუალებას იძლევა. ადამიანის მაქსიმალური წონა, რომელიც ჰიროსკუტერით იმოძრავებს, 100 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მოწყობილობა 2 ბატარეით იკვებება, რომელიც 24 კმ-ს დამუხტვის გარეშე ყოფნის. One S1-ის წინასწარი შეკვეთა ახლაც შესაძლებელია ონლაინ მაღაზია Amazon-ით სპეციალურ ფასად $599. მას შემდეგ, რაც გაყიდვები დაიწყება, ფასი $759-მდე გაიზრდება. დარპაში სამეცნიერო პროექტების განყოფილებაში არაერთი საინტერესო პროექტი იწარმოება. მათ შორის არის ავტოპილოტი Alias. დარპაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული სამეცნიერო პროექტების განყოფილებაში მრავალი საინტერესო კვლევა და გამოგონება იწარმოება. მათ შორისაა ავტოპილოტი Alias, რომელიც თვითმფრინავის მართვასთან საპროგრამო სააპარატო კომპლექსით შეერთებულ რობოტიზირებულ კიდურს წარმოადგენს. Alias-ის ამოცანაა პილოტის მუშაობის შემსუბუქება და თვითმფრინავის ეკიპაჟის რაოდენობის შემცირება. შემქმნელების სიტყვებით, რობოტის გამოყენება მომავალში ახალი პილოტების სწავლებაზე არა მხოლოდ დანახარჯის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ის თვითმფრინავების რაოდენობაზეც დადებითად აისახება, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობენ. დიახ, DARPA ამერიკის შეერთებული შტატების სამინისტროსთვის მუშაობს, ამიტომ ყველა მისი პროექტი ამერიკული არმიის საჭიროებებს ემსახურება. რობოტს დიდხანს და გამართულად მართვა შეუძლია. ამ დროს კი მეწყვილე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ყურადღება მისიის პირველი რიგის ამოცანებზე, დაზვერვაზე და მიზნის ამოღებაზე გაამახვილოს. რობოტი რამდენიმე კამერას იყენებს, რომლებიც თვითმფრინავის კაბინაში გადამრთველებს, გადამწოდებლებს და მოწყობილობებს მეთვალყურეობს. ხელი მანიპულატორი კი შტურვალს მართავს. გარდა ამისა, სისტემა სატერფულებზე და ბერკეტებზე დაჭერის მექანიზმითაცაა აღჭურვილი. ბლოკი Alias ადვილად თავსდება მეორე პილოტის სავარძელში და ორ თვითმფრინავზე გადის სდებს, Diamond DA-42-სა და Cessna Caravan-ზე. ახლა Alias სისტემის ცდა მეორე სტადიაზეა. მესამეს დაწყებასთან ერთად შემქმნელები მოწყობილობის ბოლომდე დამუშავებას და ხმაზე ზემოქმედების ფუნქციის დამატებას აპირებენ. დარპაში, როგორც ჩანს, ადამიანი ობობის კოსტიუმის შექმნაზეც მუშაობენ და რატომღაც ეს ყველაფერი ახალი ფილმის გამოსვლას დაემთხვა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული სამეცნიერო პროექტების სამმართველო სტენფორდის სპეციალისტებთან ერთად ამერიკის ჯარებისთვის ახალი მოწყობილობა შეიმუშავა, რომლებიც კედლებზე ადამიანი ობობას მსგავსად ცოცვის საშუალებას იძლევა. გეკონის თათის კანი უამრავი თხელი, გამჭვირვალე და ძალიან მყარე მოკლე თმებითაა დაფარული. ამ თავისებურებების წყალობით გეკონებს კედელზე ან ჭერზე აცოცვა აბსოლუტურად მშვიდად შეუძლიათ. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ცხოველების არაჩვეულებრივი უნარების გამოყენება გადაწყვიტეს. მას ხომ ადამიანებისთვისაც შეუძლია სარგებლის მოტანა. თავდაპირველად მეცნიერები გარკვეულ სიძნელეებს წააწყდნენ. ადამიანს ხომ არ შეუძლია უბრალოდ აიღოს და ჩამოეკიდოს კედელზე. სტრუქტურით კედლებიც სხვადასხვანაირია. რა მოხდება თუ კედელი ფოთლოვანი რკინით ან შელესვითაა გაკეთებული. გეკონების მოძრაობის განმეორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სილიკონის წვერები ამისთვის არც ისე მყარი გამოდგა. მისაწვევი მხოლოდ ერთ ადგილას ჩამოკიდების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ ახალი სილიკონის გეკონის ტყავის შექმნა გადაწყდა, რომელიც სპეციალური საფეხუროვანი შეერთებით მისაწვევით უნდა შეერთებულიყო კიდევ ერთ კონსტრუქციასთან, რომლებიც დაჭერისას ჰაერს ამოტუმბავენ სილიკონის შემწოვიდან. პროექტის ხელმძღვანელის ჯონ მედინის სიტყვებით, კომპლექტის ღირებულება საკმაოდ ძვირია, $3,000-დან $5,000-მდე. გარდა ამისა, ჯერჯერობით მოწყობილობა ვეებერთელაა. ახლა კი გამომგონებლები მისი წონისა და გაბარიტების შემცირების გზებს ეძებენ. სანამ Tesla საკუთარი ელექტრომობილების ბატარეების მუშაობის დროს ზრდიდა, მანამდე შვედურმა კომპანიამ სხვა გზა აირჩია და შემოგთავაზეს კომპაქტური ელექტრომობილი. ავტომობილი ქალაქის პირობებს იდეალურად უხდება და დამუხტვის გარეშე საკმაოდ დიდხანს შეუძლია მუშაობა. პროექტის რეალიზაციისთვის დაფინანსება კრაუდფანდინგის სერვის Funded by Me-ის მიერ განხორციელდა და პროექტის რეალიზაციისთვის ფული საკმაოდ ჩქარა შეაგროვეს. Unity ორადგილიან ელექტროკარს წარმოადგენს, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. ძრავი სიმძლავრე 15 კილოვატს შეადგენს. მთლიანად განმუხტული ბატარეის დამუხტვა კი 30-40 წუთს არ აღემატება. ავტომობილის წონა 400 კილოგრამია. საინტერესოა აგრეთვე მანქანის შიდა მოწყობა.
Unity-ს პირდაპირი გაგებით მოსაწყობი პანელი არ აქვს. მის ნაცვლად head-up display-ია დაყენებული, რომელიც მთელ საჭირო ინფორმაციას ასახავს. გარდა ამისა, მომავალში ავტომობილის შესაძლოა უპილოტო მართვის სისტემით აღიჭურვას. დღეისათვის პროექტის გუნდმა უკვე $1.5 მილიონი შეაგროვა, რაც ყველა საინჟინრო და ტექნიკური ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის სავსებით საკმარისია. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ Unity-ს პირველი საცდელი ნიმუშები უკვე 2017 წელს გამოჩნდება. 2018-19 წლებისთვის ბედნიერი მყიდველებისთვის პირველი ავტომობილების მიწოდებაა დაგეგმილი. პრიორიტეტულ რეგიონებად, რომლებიც ნაკლებად გაბარიტიანი ელექტროქარების პირველ პარტიას მიიღებენ, დასავლეთ ქვეყნები დასახელდნენ. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და გრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფა მხატვრებს საშუალებას აძლევს ჩვეულებრივი ფოტოსურათის ფრაგმენტებიდან შექმნან რაღაც არაჩვეულებრივი. ნახოთ. სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით კომპეტენტურ სპეციალისტს ნამდვილი შედევრის შექმნა შეუძლია. ამ პროცესის ყურება კი უფრო საინტერესოა დაჩქარებული ჩანაწერით. ამ დროს საკუთარი თვალით ხედავ ოსტატის მიერ გაწეულ სამუშაოს. გთავაზობთ ნახოთ თუ როგორ ქმნის პროფესიონალი რეტუშერი ერიკ ალმასი ფოტოშოპში ლეგენდარული მხატვრის იან ვერმეერის სტილოს სახელად კონცერტი. იან ვერმეერი, ჰოლანდიელი მხატვარ ფერმწერი, უპირველეს ყოვლისა თავისი ჟესტობრივი პორტრეტებითა და მე-17 საუკუნის ყოფითი სურათებითაა განთქმული. მისი ყველაზე ცნობილი ნახატია გოგონა მარგალიტი საყურით, რომელსაც ბევრი ხელოვნების კრიტიკოსი ჰოლანდიურ მონალიზას უწოდებს. ნახატი კონცერტი იზაბელა სტიუარტ გარდნერის ბოსტონის მუზეუმიდან 1990 წელს მოიპარეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. პროფესიონალი რეტუშერი ერიკ ალმასი დაკარგული ნამუშევრის შექმნა შეეცადა და მის დასკანირებულ ასლს დაეყრდნო. თავის ნამუშევარში მან დაახლოებით 240 გამოსახულება და ფოტო გამოიყენა, რომლის ელემენტის შეერთებით მთლიანი სცენა შექმნა. დასკვნითი PSD ფაილი სურათ კონცერტის ასლის მისეული ვარიანტით 898 ფენისგან შედგებოდა. მთლიანი ნამუშევრის შექმნას კი თითქმის 3 კვირა დასჭირდა. უბრალოდ საოცარია, რა დონეს მიაღწია თანამედროვე გრაფიკულმა ტექნოლოგიამ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ დედამიწას გიგანტური ასტეროიდი დაეცემა, მაშინ კაცობრიობა განადგურდება. მეცნიერების ჯგუფი ბირთვიანი მუხტებით დედამიწისთვის საშიში ასტეროიდების ჩამოგდების შესაძლებლობას იკვლევს. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ისე ჟღერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ მეცნიერებს შორის, რომლებიც პლანეტარული უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ, ეს იდეა დიდი ინტერესით სარგებლობს. ამერიკული გეოფიზიკური კავშირის პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ამ კვირას ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიისა და გოდიარდის სახელობის კოსმოსური ცენტრის მკვლევარების მონაწილეობით ჩატარდა. NASA განიხილავდა საკითხებს, თუ როგორ შეიძლება დედამიწის უსაფრთხოების დაცვა გადაშენებისგან ასტეროიდის დაცემის შედეგად. ამ განხილვების ფარგლებში ორი საინტერესო იდეა იყო შემოთავაზებული. კინეტიკური დამრტყმელი ჭურვები, რომლებიც კომეტებისა და ასტეროიდების ფრენის ტრაექტორიას დედამიწისთვის უფრო უსაფრთხო ორბიტისკენ შეცვლიან და აგრეთვე რადიკალური გადაწყვეტა, როგორც პირდაპირ მიმართული საბირთო დარტყმა, რომელიც დედამიწისკენ მომავალ საშიშ ასტეროიდს და სხვა კოსმოსურ ობიექტებს გააცალმტვერებს. შორეულ პერსპექტივაში მეცნიერები კარგად დაცულ დედამიწას ხედავენ, რომელსაც სათვალთვალო კოსმოსური აპარატების სპეციალური ფლოტი იცავს და რომლებიც როგორც მაძებრები კოსმოსის წყუდიათში ობიექტებს მოძებნიან. ასეთი ობიექტების აღმოჩენისას ისინი არსებულ მთლიან ინფორმაციას მოაგროვებენ და მას დედამიწაზე მყოფ კოსმოსურ აპარატ დამჭერებს გადასცემენ. იდეები თითქოს საინტერესოა, მაგრამ სიხარული ნაადრევია, რადგან NASA-მ არც ერთ ამ ვარიანტს მწვანე შუქი არ აუნთო. ამ დროისათვის ეს იდეები მოდელების სახით მხოლოდ სუპერკომპიუტერებში და მეცნიერების წარმოსახვებში არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს მათ უფრო მკაფიო გამოხატულება მიიღეს. კოსმოსის ათვისებიდან უკვე 50-ზე მეტი წელი გავიდა და ამ პერიოდში ადამიანმა მოახერხა და ტონობით ნაგავი დატოვა ორბიტაზე. ასე რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე დაიწყეს ფიქრი სხვადასხვა კოსმოსურმა სააგენტოებმა. იაპონიამ საერთაშორისო სატვირთო სადგურამდე ხომალდი გაუშვა, რომელსაც ბორტზე კოსმოსური ნაგვის მომგროვებელი აქვს. ის იმ კომპანიის მიერაა შექმნილი, რომელიც თვითონ თევზჭერისთვის განკუთვნილი ბადეების წარმოებითაა დაკავებული. ამ ხომალდს კუნოტორი ჰქვია. ითარგმნება როგორც წერო. იაპონური აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს მეცნიერები ბადეზე ექსპერიმენტს ატარებენ, რათა დედამიწის ორბიტიდან ნაგავი მოაგროვონ და ტონობით კოსმოსური ნაგვისგან გაწმინდონ. მათ შორისაა თანამგზავრების მოწყობილობები და ხომალდების ნაწილები.
გაშვება წარმატებული აღმოჩნდა, რადგან თანამგზავრი ხომალდს მოსცილდა და დაგეგმილ ორბიტაზე სტარტიდან 15 წუთში გავიდა. კოსმოსის ათვისებიდან 50-ზე მეტი წლის მანძილზე კაცობრიობამ ორბიტაზე ტონობით საშიში ნაგავი დატოვა. ამ დროისათვის სხვადასხვა შეფასებებით ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ნაგავია, რომელიც მომავლის კოსმოსურ ათვისებებს საფრთხეს უქმნის. JAXA ამ პროექტზე თევზჭერის ბადეების მწარმოებელ ნიტო სეიმოსთან ერთად მუშაობს. 10 წელზე მეტია, რაც ისინი შესაბამისი ტროსის შექმნაზე მუშაობენ. ეს ბუქსირი ბადეებს დაწვნის ჩვენ ტექნოლოგიას იყენებს, მაგრამ ასეთი წვრილი მასალის გადაწვნა საკმაოდ რთული იყო. ყვება კომპანიის ინჟინერი კაცუია სუზუკი. კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ კოსმოსური ნაგვის შეგროვების სისტემას მომდევნო ათწლეულში მუდმივად გამოიყენებს. თუ ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა, მომდევნო ნაბიჯი სხვა ცდა იქნება, რომლის დროსაც ტროსის დაბოლოება სამიზნე ობიექტს მოედება. არის ან იყო სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე? ამ კითხვის დასმა შეიძლება მაშინ, როდესაც ღამე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ავიხედავთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა შეიძლება მაშინ გაგვიცდეს, როდესაც ამ სიახლეს ვნახავთ. ევროპული კოსმოსური სააგენტო სპეციალისტებმა საოცარი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც 1000 ფოტოს საფუძველზეა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ ავტომატური პლანეტებს შორისი სადგურიდან Mars Express-იდანაა მიღებული. ამ ვიდეოში შეგვიძლია გადაუფრინოთ ეგრეთ წოდებულ Mars Wall-ის კალაპოტს, რომელიც უძველესი მარსიანული ადამიანებისგან დარჩა და თავის დროზე წითელი პლანეტის ზედაპირზე მიედინებოდა. სავარაუდოდ, გამომშრალი მდინარის სიგრძე 630 კილომეტრს აღემატება, სიღრმე კი ზოგიერთ ადგილებში 2000 მეტრს აღწევს. ესა სპეციალისტების მიერ შექმნილ ვიდეოში ჩვენ მედიდურ მარსიანულ არხს გადაუფრენთ, რომლებშიც ოდესღაც მძლავრი დინება იყო და სადაც შესაძლოა სიცოცხლე ჩქებდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ კალაპოტის ასაკი 4 მილიარდ წელზე მეტს შეადგენს. Mars Wall-ის ნაპირების გასწვრივ ჩანს მეტეორიტების ბომბარდირების მასიური კვალი. ბევრი კრატერი შთამბეჭდავია თავისი ზომით. თვითონ კალაპოტი ფენოვანი თიხითა და ფილოსილიკატებითაა დაფარული. ზუსტად ამ ქანებით არიან დაინტერესებულნი მეცნიერები. მასში ხომ შესაძლებელია მარსის წარსულზე და პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების ბინადრობაზე ინფორმაცია აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს რეგიონი მეცნიერებმა მომავალში უკეთ შეისწავლონ. მახსენდება პირველი სეზონი იყო, სიახლეები დასრულდა და მაშინდელმა წამყვანმა თაკომ ჯიბეში ხელი ჩაიყო და ერთი ბღუჯა კრეატიული დამშვიდობება ამოიღო. დღესაც მაჟრიალებს რომ მახსენდება. ბღუჯობრივი ნახვამდის.